ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ხანაშვილი გრიგა ვარ. მაინც ინფლაციის ტემპი შენელდა, თუმცა როგორც აკსტატის მონაცემები ადასტურებს, ისევ მაღალ ნიშნულზეა და 5.7%-ს აღწევს. ყველაზე მეტად წლიურად 15%-ით ფასებმა ტრანსპორტის სფეროში მოიმატა, 3%-იანი ზრდა გვაქვს სექტორში თვიურ ჭრილშიც, 7.2%-ით ამომატებული ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, 7%-ით კომუნალურ სექტორში, 5%-ით კი სურსათზე. ასევე 6.4%-ით შემცირდა ფასები კავშირგაბმულობის სექტორში, ავეჯსა და სახლის მოვლის საშუალებებზე კი 1.3%-ით. ეროვნული ბანკის პროგნოზით ინფლაცია 2027 წელს 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება, როგორც ცენტრალურ ბანკში ამბობენ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა მსოფლიო მასშტაბით ინფლაციურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა მაისის მონაცემებით ფასების ზრდის ტემპი შედარებით შენელდა. სების ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არსებული ცენტრალური სცენარით კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში ინფლაცია თანდათან შემცირდება. აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, თუმცა მაისში უკვე სახეზე გვაქვს ინფლაციის შემცირება, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა მაისში 5.7%-მდე მოიკლო, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან და მოლოდინებთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციის სამომავლო დინამიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტის ხანგრძლივობასა და სიმწვავეზე, თუმცა დღეს არსებული ცენტრალური სცენარის მიხედვით კონფლიქტის ეტაპობრივად დარეგულირების შემთხვევაში ინფლაციაც თანდათან შემცირდება. ზღვაველების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირველ კვარტალში 521 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი 33 მილიონი ლარის პრემია სამედიცინო დაზღვევის მიმართულებითაა მოზიდული. მეორე ადგილზე ავტოდაზღვევა, ჯამში კი პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა 200 მილიონი ლარი ზარალი ანაზღაურეს. მაჩვენებლებით GPI, TBC და ALDAG ლიდერობენ. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1.8 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო კაპიტალი 528 მილიონ ლარს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით ბაზარზე 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის 372 მილიონ დოლარს გამოყოფს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროექტი, რომლის მიზანი ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვების მარშრუტზე საქართველოს როლის გაძლიერება უნდა იყოს. პროექტის არკინიგზო ტვირთგადაზიდვების შესაძლებლობების ზრდას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და სატრანსპორტო სექტორში რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით ინიციატივა დაახლოებით 900,000 ადამიანს მოუტანს პირდაპირ სარგებელს, შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს და ხელშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონი დოლარია. 3000-ზე მეტი საჩივარი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მზარდი აქტივობა. როგორ იცავს ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური მოქალაქეების ინტერესებს, რა დარღვევებს აწყდებიან მომხმარებლები ყველაზე ხშირად და რამდენად რეაგირებენ ოპერატორი კომპანიები მათ მოთხოვნებზე, ასევე რა სიახლეები და პრიორიტეტებია განსაზღვრული მიმდინარე წლისთვის. ამ თემებზე და არა მხოლოდ ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი კვანცა ჩხეიძე. მოგესალმებით, კვანცა. მადლობა. თქვენს მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. დაახლოებითი რიცხვი ვთქვით, 3000-ზე მეტი საჩივარი იყო, უფრო კონკრეტული რიცხვი რო ვთქვათ, 3015 საჩივარი იყო 2025 წელს შემოსული. ეს პირველი კითხვა რაც მინდა დაგისვათ, ეს ბევრია თუ ცოტა? და აი ამ საჩივრებში ყველაზე მეტი დარღვევით, რა დარღვევით მოგმართეს მომხმარებლებმა?
კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. დიახ, თქვენ აღნიშნეთ, რომ 3015 განცხადება საჩივარი შემოვიდა გასული წლის მონაცემებით. ეს მონაცემები წინა წლებთან შედარებით, თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკაც, ან უპრეცედენტოა შემიძლია ვთქვა, ყველაზე მეტი მომართვიანობა გასულ წელს ჰქონდა სამსახურს. რაც შეეხება თემატიკას, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით მომართავენ, ყველაზე მეტად მომხმარებელი, ზოგადად 14-15 სახის სხვადასხვა თემატიკა არის, სხვადასხვა საკითხი, თუ რა აწუხებს მომხმარებელს ჩვენს დარგში, ჩვენს სფეროში. თუმცა გამოვყოფ რამდენიმე მათგანს, ყველაზე მეტი მომართვიანობა, რაზეც ვქონია გასულ წელს, ეს არის უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება, უხარისხო ინტერნეტ მომსახურება, მომსახურების შეზღუდვა, შეწყვეტის და დაზიანების საკითხები. ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველაზე მეტი განცხადება საჩივარი იყო შემოსული და შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით შარშანხო ამ ხელმომართვიანობა ქონდა წელს უფრო მეტი მომართვიანობა გვაქვს უკვე მხოლოდ ამ მიმართულებით. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, დიახ, მხოლოდ ამ მიმართულებით 2000-ზე მეტი განცხადება საჩივარი არის შემოსული დაზიანება, შეზღუდვა, შეწყვეტის საკითხთან მიმართებაში. თქვენ რას უკავშირებთ ამას? ინფორმირება მოხდა მომხმარებლების, რომ თქვენი გაიზარდა ჩვენთან მომართვიანობა თუ დარღვევები გაიზარდა და ხარისხი გაუარეს და ოპერატორების. აი რა არის ამის მიზეზი? ორივე ერთად. ორივე ერთად შეიძლება ითქვას, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი თემა, რასაც ჩვენ უკავშირებთ მომხმარებელთა მომართვიანობის ზრდას სამსახურში, ეს არის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ჩვენს დარგში, ჩვენს სფეროში. ჩვენ უკვე რამდენიმე წელი არის ძალიან აქტიურად ვახორციელებთ პროექტს იცნობდეს შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მთელი საქართველოს მასშტაბით, თითოეულ მომხმარებლამდე, ასე ვიტყოდი ხმამაღლას, მიტანას ინფორმაციის, მიტანას ხმის იმის თაობაზე, რომ დარგში არსებობს ტელეკომუნიკაციების დარგში არსებობს კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახური, რომელსაც ძალიან მარტივად, ზედმეტი ასე ვთქვათ, ბიუროკრატიისგან თავის არიდებით შეუძლია დაიცვას მომხმარებლის ინტერესი მომსახურების მიწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობის პროცესში. აი ამ პროექტის ფარგლებში იცნობდეს შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში გასულ წელს ჩავატარეთ ძალიან ბევრი შეხვედრა, შემიძლია ვთქვა, რომ 170-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში, უმაღლეს დაწესებულებებში, სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში. ჩვენ მივდიოდით, ვუტარებდით მათ პრეზენტაციას, ვაცნობდით სამსახურის ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, მათ უფლებებს, მომხმარებლის უფლებებს, თუ როგორ უნდა შეავსონ ჩვენთან განცხადება საჩივარი, რა მოთხოვნები არის ამისთვის საჭირო, რა მოლოდინები უნდა გქონდეს ჩვენგან და როგორ შეიძლება დადებითად გადაწყდეს მათი განცხადება საჩივარი. მოდით ეს ჩვენი შეხვედრაც, ჩვენი ეთერიც გამოვიყენოთ ამისთვის, რომ ახლა შეიძლება მაყურებლებს შორის იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ვერც ერთ შეხვედრაზე და ავუხსნათ მათ, აი რა პროცედურა უნდა გაიარონ, რა უფლება აქვთ პირველ რიგში, რა უფლებები აქვთ და რა არის დარღვევის შემთხვევაში, რა პროცედურის გავლით უნდა მოგმართონ თქვენ. ანუ როგორ უნდა დაიცვან თავისი უფლებები. კი ბატონო, ძალიან ასე რომ ვთქვათ, გამარტივებული გვაქვს ჩვენთან მომართვიანობის პროცესი, ძალიან მარტივად შეუძლია მომხმარებელს გამოაგზავნოს ჩვენთან განცხადება საჩივარი. მომართვის რამდენიმე საშუალება არსებობს, მომხმარებელმა უნდა აირჩიოს, რომელი არის მისთვის უფრო მოსახერხებელი საშუალება. რა თქმა უნდა, მომხმარებელს შეუძლია ფიზიკურად ჩვენთან ოფისში მოვიდეს იურიდიულ მისამართზე, ჩვენ ადგილზე გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაციას, იურიდიული მისამართი კომუნიკაციების კომისიის, დიახ, კეთილმოწამებულის გამზირზე. ჩვენ ადგილზე გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაციას, დავაწერნებთ რა თქმა უნდა განცხადება საჩივარს. მეორე გზა არის ძალიან მარტივი და შემიძლია ვთქვა, რომ 80% მომხმარებლების სწოროს ელექტრონული პოსტის მეშვეობით მომართავენ ჩვენ სამსახურს, ეს არის defender.com.g. ძალიან მარტივად შეუძლია იმეილი მოიწეროს მომხმარებელმა, ასახოს პრობლემა, რა თქმა უნდა საჭირო არის სახელი, გვარი, პირადი მონაცემები, ტელეფონის ნომერი. ჩვენ ყოველთვის საჩივრის წარმოების ეტაპზე ვუკავშირდებით მომხმარებლებს, ვაცნობთ მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში ვიკვლევთ დამატებით მასალებს, ფაქტობრივ გარემოებებს და შემდეგ უკვე ვიწყებთ კომუნიკაციას მომსახურების მიმწოდებელთან. ასევე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდზე არის განთავსებული საჩივრის ელექტრონული ფორმა და ძალიან მარტივი მონაცემების შევსების შემდგომ მომხმარებელს შეუძლია განცხადება საჩივარი გამოგზავნოს ჩვენ სამსახურში.
და ერთად დავამატებთ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ეხება ინტერნეტის ხარისხის შემოწმების ფუნქციონალს. ესეც არის პლატფორმა, რომელიც 2018 წელს შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე შექმნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. ეს არის პლატფორმა „შეამოწმე G, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობას მომხმარებლისთვის იმ შემთხვევაში, თუ კი ფიქრობს, რომ მას მიეწოდება არახელშეკრულებით განსაზღვრული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, არამედ იმაზე დაბალი, შეუძლია ძალიან მარტივად სახლის პირობებში გადაამოწმოს, რამდენად სწორას აწვდის პროვაიდერი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ინტერნეტ სიჩქარესა და ხარისხს. იმ შემთხვევაში, თუ კი ამ პლატფორმის შემოწმების შემდგომ აღმოჩნდება, რომ პროვაიდერი არ აწვდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სიჩქარეს და ხარისხს, მას მომხმარებელს საშუალება აქვს გამოაგზავნოს განცხადება საჩივარი ჩვენ სამსახურში, რის შემდგომაც ჩვენთან იწყება წარმოება საჩივართან დაკავშირებით. წარმოების პროცესი არის ახლა საინტერესო. მეტნაკლებად რადგან გამოკვეთილია პრობლემა, რომ ინტერნეტის ხარისხზეა ძირითადი საჩივრები, ახლა აღარ ჩავალთ მაგ ნაწილში. წარმოებას რაც შეეხება, ამის შემდეგ, როდესაც მიიღებს უკვე ომბუდსმენი განაცხად საჩივარს მომხმარებლისგან, ომბუდსმენი ცდილობს თუ არა, რომ მედიატორის როლი შეასრულოს თუ რაღაც სხვა პროცედურებია. დიახ. მას შემდეგ, რაც ჩვენთან სამსახურში მომართვის საშუალებებით შემდგომ შემოვა, ასე რომ ვთქვათ, განცხადება საჩივარი, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდება, მიენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი კოდი და იწყება წარმოება კონკრეტულ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ყოველთვის მომხმარებელთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მას შემდეგ, რაც მომსახურების მიწოდებელი კომპანიისგან გამოვითხოვთ საჩივართან დაკავშირებულ ყველა საჭირო მასალას, ახსნა განმარტებებს და ასე შემდეგ, ყოველთვის გსურს ხოლმე, რომ დავა საბოლოოდ მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დასრულდეს მედიაციის პროცესის მეშვეობით, მორიგების გზით და ამ მიზნით გასცემს ჩვენი სამსახური რეკომენდაციებს მომსახურების მიწოდებელი კომპანიების მისამართით და შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე ჩვენი ჩარევის შედეგად, აი სწორედ შემოსული 3015 განცხადება საჩივრიდან 91% სწორედ მომხმარებლის სასარგებლოდ არის დასრულებული, გადაწყვეტილი და საბოლოო ჯამში სამსახურს ყავს კმაყოფილი მომხმარებელი. სასამართლოში წასვლის შესაძლებლობა თუ გაქვთ დროში ვარ შეზღუდული და დიახ, იმასაც დავამატებდი, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენს ეტაპზე, ჩვენ სამსახურში არ მოხდა, არ შედგა მორიგება, მომხმარებელი უკმაყოფილო ან კომპანია არ არის თანახმა, ასე რომ ვთქვათ, მორიგების პირობებზე არ ითვალისწინებს ჩვენ რეკომენდაციას, ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლებამოსილება ჭებული რომ მიმართოთ დარგის მარეგულირებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოვითხოვოთ კონკრეტული მომხმარებლის განცხადება საჩივრის განხილვა უკვე კომისიაში გამართულ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია ფიზიკურად, რა თქმა უნდა, თუ სურვილი აქვს, საერთოდ არ გამოცხადდეს ხდომაზე, აქ უკვე ერთვება ჩვენი სამსახური, როგორც მომხმარებლის მხარე, მისი ინტერესების დამცველი, არის უფლებამოსილი გამოცხადდეს ხდომაზე და მიიღოს, ანუ მონაწილეობა მიიღოს ამ ხდომაში. იმ შემთხვევაში, თუ კი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს არ დააკმაყოფილებს და თვლის, რომ არა მისი უფლებები არ აღდგა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, შეუძლია დავა სასამართლოში გააგრძელოს და ჩვენ აქაც კანონმდებლობით უფლებამოსილება გვენიჭება, რომ გავყვეთ მომხმარებელს სასამართლოში და შევასრულოთ ადვოკატის, ასე რომ ვთქვათ, უფლებამოსილება. ძალიან დიდი მადლობა, გვანცა, ძალიან საინტერესოა, ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ. ეს თქვენი რეკომენდაციები და ეს ანალიზი, რაც მომხმარებელთან უფლებებში, ურთიერთობაში კვეთს პრობლემებს. ეს საბოლოო ჯამში კომისიისთვის რა დანიშნულების ინფორმაცია ის გამოიყენებს, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს მომსახურების თუ აი რისთვის შეიძლება რომ ეს ინფორმაცია გამოყენებული იყოს. 3015 განცხადება საჩივრიდან, რომელიც ჩვენ სამსახურში იყო შემოსული, ანუ ჩვენი მიზანი არის ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთანვე დაწყებული წარმოება ჩვენს ეტაპზევე დასრულდეს და აღარ გახდეს საჭიროება, რომ კომისიაში გადაიგზავნოს საქმე და იქ დაიწყოს ფორმალურ ადმინისტრაციული წარმოება. თუმცა ეს ხარისხზე საბოლოო ჯამში არა კონკრეტული შემთხვევაში აი ეს გაუმჯობესება ისახება, რა თქმა უნდა, კომპანიები ითვალისწინებენ ჩვენ რეკომენდაციებს, აუმჯობესებენ ხარისხს, აკმაყოფილებენ განცხადებას საჩივრებს. დღეს მდგომარეობით ისეთი
შემთხვევა და ისეთი საჩივარი ასთან დაკავშირებითაც მომხმარებელი არ დარჩენილა კმაყოფილი, ჯერჯერობით არ გქონია. იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდება, რეკომენდაციას არ გაითვალისწინებენ, ჩვენ ჩავთვლით, რომ ნამდვილად ამ ეტაპზე მომხმარებლის უფლების შესაძლო დარღვევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რა თქმა უნდა მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გავიტანთ მომხმარებლის საჩივარს შესაბამის ფორმალურ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით. მადლობა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის, სასარგებლო ინფორმაციისთვის. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეთყვი, რომ ჩვენი სტუმარი იყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი გვანძა ჩხეიძე. ჩვენ კი განვაგრძობთ ეთერს სხვა თემით. ირანში ავტოექსპორტის გააქტიურებას დარგის ექსპერტები დროებით მოვლენად აფასებენ. აპრილში საქართველოდან ირანში 825 მანქანაა ექსპორტირებული, რომელთა ჯამური ღირებულება $14 მილიონ აღწევს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ირანში საქართველოდან მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომობილი იყო ექსპორტირებული. ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ირანში ექსპორტის ზრდას მოკლევადიან მოვლენად მიიჩნევენ. ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ირანში ავტომობილების შიდა წარმოებას გარკვეული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ირანს მოუწია მანქანების სხვა ქვეყნებიდან შეიყვანა. ირანში ავტომობილების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ინდუსტრიაა. ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიონამდე ავტომობილს აწარმოებს და მსოფლიოს მსხვილ ავტომწარმოებელ ქვეყნებს შორის შედის. საქართველოში მართვის მოწმობის აღებით უცხოელებიც ინტერესდებიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები საერთო კანდიდატების 10%-ში ადგენენ. მათ შორის ინტერესი მაღალია როგორც აზიურ ქვეყნებში, ასევე ინტერესი არის მაღალი ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდანაც. როგორც ავტოსკოლებში აცხადებენ, მოსწავლეების ნაწილი ინგლისურენოვანია, ნაწილი კი რუსულენოვანი. აქტიურობენ ინდოეთის მოქალაქეებიც. მათივე თქმით, გასულ წლებში მაღალი იყო მიმართვიანობა ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან, თუმცა ეს სეგმენტი შედარებით შემცირებულია წელს. რაც შეეხება ევროპულ სახელმწიფოებს, საქართველოში ავტოსკოლებს მართვის მოწმობის აღების სურვილით საფრანგეთის, გერმანიის და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც აკითხავენ. მსოფლიოს შესაძლოა ახალი სავაჭრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს. ამერიკის შეერთებული შტატები ათეულობით ქვეყნისთვის ახალი ტარიფის დაწესებას გეგმავს. ოფიციალური მიზეზი იძულებითი შრომის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონი რეალურად ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის დაბრუნებას ცდილობს. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება და ეს იდეა გლობალური ვაჭრობისთვის, ბიზნესისთვის და საერთაშორისო ეკონომიკისთვის, ამას სიუჟეტიდან გავიგებთ. ახალი სავაჭრო შეზღუდვები შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მომტანი გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დაახლოებით 60 ქვეყნისთვის ახალი ტარიფების დაწესებას გეგმავს. საუბარია მინიმუმ 10%-იან დამატებით გადასახადზე იმ პროდუქციაზე, რომელიც ამერიკულ ბაზარზე უცხოეთიდან შედის. იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ახალი რეგულაციები შესაძლოა შეეხოს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებიც არიან. ჩინეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იაპონია, ინდოეთი და დიდი ბრიტანეთი. ვაშინგტონი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებების საფუძველი იძულებითი შრომის საკითხია. ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის განცხადებით, რიგ ქვეყნებში სათანადო დარკონტროლდება, მზადდება თუ არა პროდუქცია იძულებითი შრომის გამოყენებით. მათი შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა ამერიკელ მწარმოებლებს არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აყენებს, რადგან შედარებით დაბალ ფასად წარმოებული პროდუქცია ბაზარზე უპირატესობას იღებს. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხი მხოლოდ ადამიანის უფლებებს არ უკავშირდება. მათი შეფასებით, თეთრი სახლი რეალურად ცდილობს ძველი სავაჭრო პოლიტიკის დაბრუნებას განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფების დიდი ნაწილი უკანონოდ ცნო. ტარიფი მარტივად რომ თქვათ, წარმოადგენს დამატებით გადასახადს უცხოურ პროდუქციაზე. მაგალითად, თუ პროდუქტი $100 ღირს, 10%-იანი ტარიფის შემთხვევაში მისი საბოლოო ღირებულება გაიზრდება. შედეგად იზრდება ბიზნესის ხარჯები, კომპანიები ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ, ხოლო დამატებული ღირებულება ხშირად საბოლოო მომხმარებელზე აისახება.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს გლობალური მიწოდების ჯაჭვები. კომპანიები წარმოების გადატანას სხვა ქვეყნებში დაიწყებენ, რაც საერთაშორისო ვაჭრობის ახალ გადანაწილებას და დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს. ამ ფონზე გლობალური ეკონომიკა შესაძლოა ახალი სავაჭრო კონფლიქტის ეტაპზეც გადავიდეს. და ბოლოს ნახოთ ლარის კურსი. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა თურქული ლირის გარდა, ლირასთან გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა ბოლო ვაჭრობის შედეგების მიხედვით. ოფიციალური კურსი კი ასე გამოიყურება: 1 დოლარი 2 ლარი და 77 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 10 თეთრი, 1 თურქული ლირის ფასი 6 თეთრი, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 73 თეთრი. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 57 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 22 თეთრი. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ხვალ თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.